მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი და საკრებულოს დეპუტატი გოგი მაჩხაშვილი დღეს ასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა. მასთან გამოსამშვიდობებლად მშობლიურ სოფელ მუკუზანში ხალხის ნაკადი აწყდებოდა. პატივის მისაგებად ნათესავები, მეგობრები, ახლობლები, კოლეგები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. ასე იხსენებდნენ დღეს ამაგდარ კეთილშობილებითა და უანგარო სიყვარულით სავსე კაცს, რომელიც დააკლდა მუნიციპალიტეტს. ძალიან მძიმე დღე არის დღეს გურჯაანისთვის, კახეთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა მიუსამძირო ოჯახს, პირველ რიგში გოგი მაჩხაშვილის გარდაცვალება მის ახლობლებს, მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბატონი გოგი დააკლდა. ბატონი გოგი დააკლდა მუკუზანს, დააკლდა გურჯაანს, დააკლდა კახეთს, იყო ძალიან დიდი გულშემატკივარი და მოსიყვარულე თავისი კუთხის, იყო ულჟობოდ დიდი პატრიოტი. ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველა პროფესიის, ყველა ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა, ადამიანს, რომელსაც უყვარდა ადამიანები, იყო საოცრად მზრუნველი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მქონდა შესაძლებლობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე ბატონ გოგისთან ერთად მემუშავა ყოფილიყო ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული გულშემატკივარი, მხარდამჭერი, მასწავლებელი, რომ საოცრად დიდია ბატონი გოგის მიერ განვლილი გზა და მისი გამოცდილება. საოცრად დიდია და შესაშური იყო ის თვალსაწერი, რომელიც ბატონ გოგის ჰქონდა. თითოეული მომენტი, თითოეულ ადამიანთან ურთიერთობის იყო მაგალითი, თუ როგორ უნდა იზრუნო ადამიანებზე, თუ როგორ უნდა იზრუნო თანამოქალაქეებზე. განსაკუთრებულად გამორჩეული იყო ბატონი გოგის ურთიერთობა ახალგაზრდებთან და ყოველთვის ცდილობდა, რომ ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებული გზა, ცხოვრებისეული და მიმართულება მიეცა. დიდია მისი ღვაწლი და დამსახურება არა მხოლოდ მუკუზანის, გურჯაანის, არამედ მთელი კახეთის მიმართ და დასანანია, როდესაც ასეთი ადამიანები ტოვებენ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები ქმნიან ზუსტად ამ ქვეყნის სიძლიერეს. უსამძიმრებ, რა თქმა უნდა, გურჯაანს, უსამძიმრებ, რა თქმა უნდა, კახეთს, განსაკუთრებულად ოჯახს, ამ უდიდეს დანაკლის და უსამძიმრებ მთელ ქვეყანას ერთი ღირსეული, გამორჩეული ქართველი ადამიანის წასვლას. მინდა მიუსამძიმრო ოჯახს, მეგობრებს, სრულიად კახეთის რეგიონს, იმიტომ რომ ბატონი გოგი იყო უდაოდ გამოჩენილი ადამიანი, ეს დააკლდა არა მარტო გურჯაანს, კახეთის რეგიონს და ჩვენ სამშობლოს, სახელმწიფოთ მოაზროვნე და ბევრი ამაგი აქვს თითოეული ჩვენი რეგიონის მაცხოვრებელზე, მათ შორის ჩემზეც ძალიან ვიზიარებდი მის რჩევებს, დარიგებებს და იყო ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს აშენებდა ისეც, როგორც თითოეული ჩვენთაგანს გვინდა. კიდევ ერთხელ გამოხატავ ღრმა მწუხარებას. ჩვენმა ქვეყანამ და კახეთმა და გურჯაანმა ძალიან ღირსეული და დიდი პიროვნება დაკარგა ბატონი გოგი მაჩხაშვილის სახით, ადამიანი, რომელიც მიუხედავად მისი ასაკისა, მუდამ შემართებული, ენერგიული და მუდამ მონდომებული იყო იმისთვის, რომ რაიმე სასიკეთო გაეკეთებინა თავისი მშობლიური მუნიციპალიტეტისთვის, თუ შემდეგ უკვე როგორც ბატონი დავითის ბიუროს უფროსი უკვე 4 მუნიციპალიტეტისთვის და სულ მუდამ შემართებული, სულ მუდამ მობილიზებული იმისთვის, რომ რაიმე საკითხი, რომელიც მის კურატორობაში იყო, არ გამორჩენოდა და ყველაფერი ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე და მსგავსი შემართების, მსგავსი გამოცდილების, განათლების და ასეთი ერთგული ადამიანები ნამდვილად იშვიათობას წარმოადგენენ და მე ძალიან გული მტკივა, რომ დღეს ბატონ გოგიზე უკვე წარსულში გვიწევს საუბარი და მინდა რომ მიუსამძიმრო პირველ რიგში მის ოჯახს, ბატონ დავითს, რომელმაც ძალიან ერთგული თანამებრძოლი, ერთგული უფროსი და გამოცდილი მეგობარი დაკარგა. გურჯაანის მუნიციპალიტეტს, კახეთს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იცნობდა ბატონ გოგის და ვინც იცნობდა დამერწმუნებით, რომ შეუძლებელია ბატონ გოგისთან ცუდი ურთიერთობა ჰქონოდა, ყველა რაღაცა პოზიტიური თბილი დამოკიდებულება ჰქონდა და ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი გოგი ჩვენს გვერდით აღარ არის და ჩემს უხარებას და სამძიმარს გამოვხატავ მისი ოჯახის წინაშე.